თბილისში ახალი სტადიონის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. 70,000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი აეროპორტთან ლუგარის კვლევითი ცენტრის მიმდებარედ აშენდება. ეს იქნება თანამედროვე მრავალფუნქციური არენა, სადაც გაიმართება ფეხბურთისა და რაგბის მატჩები, კონცერტები და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიებები. ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან სტადიონთან სწრაფად მისასვლელად დაგეგმილია ახალი სატრანსპორტო კვანძების პროექტირება. ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია UEFA-ს ექსპერტებთან ერთად მუშავდება. ძალიან შრომატევადი მუშაობა გაწია, ასე ვთქვათ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, უცხოელ კონსულტანტებთან ერთად და დღეს აღნიშნული პროექტი, უკვე აღნიშნულ პროექტზე გამოცხადდა ტენდერი და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ დაინტერესება იქნება ძალიან დიდი და საბოლოო ჯამში სულ რამოდენიმე წელიწადში ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ ობიექტს მიიღებს. უპრეცედენტოა, ანუ საქართველოში ესეთი სტადიონი და რეგიონში არ არის. დიდი იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული შესყიდვით დაინტერესდება როგორც ქართული კომპანიები, ასევე საერთაშორისო და ეს იქნება ჩვენი აზრით ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ყველაზე დიდი პროექტი, ასე ცალკე აღებული, რომელსაც ახორციელებს ფონდი და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ესეც არის კიდევ ერთი მეგაპროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენს ქვეყანას, არა მარტო თბილისს, დედაქალაქს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი სტადიონი, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან გაზრდილია ინტერესი ზოგადად სპორტის მიმართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენს დედაქალაქს, ქვეყანას მთლიანობას სჭირდება ახალი, სრულიად თანამედროვე სტადიონი, რომელიც იქნება გათვლილი არა მხოლოდ სპორტის სახეობებზე, შესაბამის სახეობებზე, ეს არის ფეხბურთი და რაგბი, ასევე საკონცერტოდ იქნება უზრუნველყოფილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, ესეც ეკონომიკური კუთხით, არა მარტო სპორტული კუთხით, ეკონომიკური კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელება. ყველა შეგვიძლია დავბერდეთ, რომ ძალიან დახვეწილი, სუპერთანამედროვე 70,000 მაყურებელზე გათვლილი ინგლისური, ბრიტანული სტილის სტადიონი ექნება ჩვენს ქვეყანას